კი, ძალიან ბევრი არ დაიჯერებს, მაგრამ Adobe-ის სრულიად ამოშლის შემდეგ დაახლოებით 20%-ით კომპიუტერი აჩქარდა. ორი კვირა არის, რაც განთავისუფლდი დიდებული Adobe-ის მონობიდან. მოგიყვებით ყველაფერს, რა სიძნელეებს წავაწყდი, რა მომემატა, რა დამაყდა, რა პლუსები ქონდა, რა მინუსები და ყველაზე დიდი პლუსი ის იყო, რომ თვეში $70 გადასახადი მომაყდა. ხო, ეხლა ბევრი იტყვის, რომ რატო იხდიდი მერე დაკრეკე და ასე. 10 წელია დაახლოებით არაფერი არ დამიკრეკავს. და პირატული არაფერი გავამიყენებია. ჩემი წესია ესეთი, თუ კი რაიმეს ვიყენებ ისეც, რაც ფულს მაკეთებინებს, იმაში მე თვითონ ფულს ვიხდი. ამას ვერ მიხვდება ის, ვინც არაფრის გამკეთებელია და ვინც თავის პროდუქტს არ ქმნის. ამას მიხვდება მხოლოდ ის, ვინც თავისას რაღაცას აკეთებს, რაღაცას ყიდის, რაღაცას კომერციულად იყენებს და მერე ვიღაცა რომ მოპარავს და სხვაგან დაუდებს და ნერვები მოეშლება, აი ამაზე მერე დაფიქრდება. ამიტომ ვინც დაწერს ქვემოთ რომ მე ფულს არ ვიხდი, ესე იგი პირდაპირ კითხვაზე პასუხი გაცემულია, იმიტომ რომ არაფრის გამკეთებელი არ ხარ. გინდა გეწინოს, გინდა არა, მაგრამ ყველას თავისი არჩევანი აქვს, ვინც როგორ უნდა ისე იქცევა და პირადად ჩემ გამოცდილებას გიზიარებთ ამ ვიდეოში. ორი კვირის წინ საბოლოოდ დავაჭირე Adobe-ის subscription-ის გაუქმებას. რა თქმა უნდა, Adobe ის Adobe-ია, რომ არ შემოგთავაზოს 2 თვე ჩვენზე იყოს და აგერ მუქთაზე იყავი 2 თვე და მერე ისევ გადაიხადე, რა თქმა უნდა, ამაზეც უარი უთხარი საბოლოოდ და გადავრჩი იმაზე, რომ ჯარიმებზე არ გამიშვეს, იმიტომ რომ subscription-ი თავიდანვე მითითებული მქონდა, რომ თვიდან თვემდე გადავიხდიდი 1 წლის მანძილზე. ზუსტად ამ თვეში გამივიდა ის 1 წელი და მივხვდი, რომ უკვე დასაჭერი იყო ამ კნოპკაზე და ავდექი და დავაჭირე. ჯარიმებზე კიდევ ერთხელ გიმეორებთ, Adobe ჯარიმას გაკეთებინებს, ანუ რაც დარჩენილი გაქვს თვეების იმის 50%-ს გახდევინებს მაშინ თუ 1 წლის მანძილზე ადრე გააუქმე subscription-ი, ანუ თუ 1 წელზე გაქვს ხელი მოწერილი და 6 თვეში გააუქმე, ხელშეკრულებაში ჩადებული აქვს ის, რომ აი ეს დარჩენილი 6 თვის 50% ჯარიმა უნდა გადაიხადო, რაღაცა ეგრეა, თუ არ ვცდები, არ მეშლება, ყოველ შემთხვევაში ჯარიმას იხდი და მერე ისე შეგიძლია ეს 1 თვეც უნდა დაუფარო და მერე მონობიდან თავი უნდა დააღწიო. 99% ზუსტად ამ გადასახადის გამო ვერ ბედავს რომ დააჭიროს იმ ღილაკს და რჩება მთელი ცხოვრება აი ამ მონობაში. ხო, პირველი რაც მინდა გითხრათ, რომ Adobe-ის პროდუქციას მხოლოდ და მხოლოდ ვიყენებდი, გეტყვით ახლა რაში. პირველი მჭირდებოდა Photoshop-ი და მეორე მჭირდებოდა გაგიკვირდებათ და Adobe Acrobat Reader-ი და Writer-ი. ხო, დანარჩენი თლიანად DaVinci Resolve-ზე ვარ, Premiere, After Effects-ი вообще არ მაინტერესებს, არ ვიყენებ, არ ხმარობ. ერთადერთი რაღაცა წელიწადში ერთხელ თუ გამოხდებოდა კლიენტი, ვისაც After Effects-ის, ესე ვთქვათ, საწყისი ფაილები უნდა და ესეც, ესე ვთქვათ, ჟმოტი მათხოვარი კლიენტები, რომლებიც ითხოვდნენ ამ After Effects-ის პირველად ფაილებს, იმიტომ რომ თუ რაღაცის შეცვლა დაჭირდებოდა დამატებითად ჩემთვის ფული არ გადაიხადა, თვითონაც ჩაესწორებინათ და გადაერენდერებინათ მაგ პონჩი და მივხვდი რომ ამ კლიენტებს ჩემთვის წლების მანძილზე ესეთნაირ კლიენტებს არაფერი მოქონდათ, გარდა იმისა რომ ტვინი უნდა აღარ დავკონკრეტდები და შესაბამისად აღარც After Effects-ის საჭიროება აღარ მქონდა, იმიტომ რომ ესეთი კლიენტები უბრალოდ ამოუშალე ჩემი ცხოვრებიდან და საერთოდ არც ვეკონტაქტები და უარსაც ვეუბნები შეკვეთაზე თუ ესეთი მსგავსი შეკვეთა გამომიხდება ან გამომიჩნდება. Acrobat Reader-ი, Writer-ი მჭირდება იმისთვის, რომ
შემდეგ ბეჭდოზე გამეშვა ეს ფაილი მომემზადებინა და დღევანდელი პოლიგრაფია ყველაფერი გადაწყობილია ისე რომ ყველაფერს უკეთებ ძირითადად 90% უკვე საბეჭდად წასული მასალები მიდის გაგიგვირდებათ და Acrobat Reader-ის ფაილით. ანუ ადრე მიღებული იყო TIFF ფაილი უნდა გაგიგზავნა, ფერდაშლები კეთდებოდა, TIFF ფაილში კეთდებოდა ეს ყველაფერი და უმეტესობა 99% ყველაფერი CMYK-ში გადადიოდა, ფერდაშლას აკეთებდი, TIFF ფაილს აძლევდი და ყველა იყო კმაყოფილი. დღეს შეიცვალა, ახალი აპარატურა წამოვიდა და ყველაფერი უკვე მორგებულია Acrobat Reader-ზე, ყველაფერს უკეთებ Acrobat Reader-ში და შესაბამისად დღესაც ყველა ბედნიერი. რატო ვერ ბედავდი ამ ყველაფერს? Photoshop-ს 30 წელზე მეტია უკაკუნებ, ხელებს უკვე ახსოვთ თვითონ თავისი დგარბიან თითები, მენიუშიც, toolbar-ზეც და ასე შემდეგ, ყველგან და რა თქმა უნდა ძალიან ძნელი იყო 30 წლიანი გამოცდილების ესე უცბად ხაზის გადასმა, დათმობა და ასე შემდეგ. Acrobat-იც რატომღაც მეგონა რომ შემცვლელი და ბადალი არავინ არ ყავდა და თურმე ჰოის აუცრება უყოლია, მაგრამ მე არ ვიცოდი კარგი ხანია, მიუხედავად იმისა რომ სადღაც ინტერნეტებში და YouTube-ებში მესმოდა რომ თურმე შესაძლებელი იყო ამის დაძლევაც, ამჯეროდა მაინც იქნებ რაღაცა მამაძაღლობას აქ ადგილი მეთქი და ამ ყველაფერს დავიძაბე მაშინ, როდესაც cancel-ის კნოპკას დავაჭირე, ანუ subscription-ის დაკენსელებას. ხო, პირველი რაც მოვძებნე, ეს იყო Affinity, რომელიც აბსოლუტურად სრულიად უფასოა, 99.9% უფასოა. ამ პროგრამაში ერთადერთი ფასიანი არის ფუნქცია, სადაც რომელიც შეეხება AI-ს და იქ დამატებითი ესე ვთქვათ AI generation ფუნქციებია, რომელსაც წელიწადში 1-5 ჯერ თუ დავაჭერდი Photoshop-შიც კი. Photoshop-ი აღარ მაქვს, Adobe-ის ყველა პროდუქტისგან გამანთავისუფლე კომპიუტერი, ჯერ ამაზე საერთოდ ცალკე quest-ია, ფორუმებზე დამჭირდა ოდიალი და წაკითხვები, რომ Adobe სრულიად დამომეშალა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა უბედურება Adobe-ის პროდუქტების ისე წამოშლა, რომ კომპიუტერში ნაგავი არ დატოვოს და ზედმეტად არ აგინელოს კომპიუტერი. ეხლა მივხვდი თურმე როგორ შეიძლებოდა ამ გაჭირვებული ისედაც კომპიუტერის აჩქარება. კი, ძალიან ბევრი არ დაიჯერებს, მაგრამ Adobe-ის სრულიად ამოშლის შემდეგ დაახლოებით 20%-ით კომპიუტერი აჩქარდა. ამ ყველაფერზე ძალიან დიდი quest-ები გავიარე ფორუმებზე, რეგისტრები და ნამოშლები, იქ სხვადასხვა მისამართებში ჩაწერილი რაღაცა ფაილების ხელით წაშლები და ასე შემდეგ, მილიონი რესტარტები და როგორც იქნა მივახციე. ამოვშალე აბსოლუტურად საფუძვლიანად. რა თქმა უნდა, სრულიად ამოშლილად ჩაითვლება მაშინ, როდესაც კომპიუტერს თლიანად დააფორმატებ და ერთი ნასახიც კი არ დარჩება Adobe-ის და საერთოდ აღარ დააყენებ და აღარ გაბედავ ასეთი სისულელის გაკეთებას. ეხლა გადავიდეთ Affinity-ს. პირველ რიგში რაც ყველაზე მეტად გამიჭირდა Affinity-ზე გადმოსვლისას, ეს არის ის, რომ იკონკები არის განსხვავებული. ხო, ეხლა რა ხდება? პრაქტიკულად აბსოლუტურად ერთი და იგივეა. მენიუც ერთი და იგივეა, ფუნქციებიც და უფრო მეტიც Affinity-ში თურმე ძალიან ბევრი რაღაცა გაცილებით მარტივად გასაკეთებელი ყოფილა ვიდრე Photoshop-ში. ვიზუალურადაც, კუნთის მეხსიერებითაც, საერთოდ ხელსაც უჭირს, გონებასაც უჭირს, იმიტომ რომ უცბად იცი რომ უნდა დაждდე ახლა რაღაცა გააკეთო და ესკათ რაღაცა სხვა იკონკები გხდება, განსხვავებულია მენიუც, ცოტა ნავიგაციაც ცოტათი განსხვავებულია. კი, კიდევ ერთხელ გეუბნებით. ყველა ფუნქცია აბსოლუტურად იგივე აქვს, თითქმის რაც Adobe-ს ძალიან ბევრი რაღაცა უფრო მარტივად კეთდება, მაგრამ აი ეს ვიზუალურად იკონკები არის სხვანაირი. კი, გავს კიდევაც დაახლოებით ერთი და იგივე, მაგრამ 30 წელია ერთი და იგივეს რომ უკაკუნებ და ერთი და იგივე იკონკას ხედავ და უცბად ესე რესკად შემოტრიალდები და ყველაფერი გეცვლება.
აი ამის გადალახვა არის ძალიან ძნელს ვერ ვიტყვი. უკვე მივეჩვია 2 კვირაში, უკვე მივეჩვია Affinity-ს და თავიდან რო დავჯექი თითქოს ვაფშე არანაირი გამოცდილება არ მქონია გრაფიკაში და საერთოდ Adobe-ში. ზოგადად ესეთ რაღაცეებში ისეთი წარმოდგენა მქონდა, თითქოს ვაფშე თავიდან 0-დან ვიწყებდი სწავლას და მივეჩვია ნელ-ნელა, ეხა უკვე ჯერჯერობით ხელი თავისით არ გარბის, რა თქმა უნდა და Adobe-ში თუ თქვათ, Photoshop-ში თუ თქვათ 5 წუთში გავაკეთებდი რაღაცას, ეხლა ეს დრო ისევ გამეზარდა და შეიძლება 20 წუთი დამჭირდეს ამის გაკეთებას, ელემენტარულად მხოლოდ უბრალოდ იმ მიზეზით, რომ აი იკონკებს ხელი თავისით ვერ ძებნის, მაუსი თავისით არ გარბის, მიხვდით? ძალიან ძნელია ამის ახსნა, გადმოცემა და თქვენთვისაც მიხვედრა თუ არ აკეთებ ამდენი წლის მანძილზე რაღაცას, ხვდები? Affinity-ზე გადმოვედი, Affinity-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი კიდევ ის არის, რომ Adobe-ს პროდუქციისგან განსხვავებით, Affinity-ში ისევე როგორც DaVinci Resolve-ში ყველაფერი ერთად არის, Affinity-შიც ყველაფერი ერთად გვაქვს. შეხედეთ, აქ გვაქვს ვექტორები, აქ გვაქვს პიქსელები, ანუ პიქსელი არის Photoshop-ის ესე ვთქვათ ანალოგი, ვექტორები არის Adobe Illustrator-ის ანალოგი, Canva AI არის ზუსტად ეს ერთადერთი ფასიანი განყოფილება, რომელიც 100 წელი არ მჭირდება Mac-ი მაქვს, ეხა ფასიანი ჩართული, მაგრამ Canva მაქვს ნაყიდი და თვეში ძალიან მუქთას ვიხდი Canva-ში, არც არაფერი პრაქტიკულად. შემდეგ Retouch-ია, შემდეგ გვაქვს color grading-ი, რაც Adobe-ს არ აქვს, ესეთი რამე მსგავსი და შემდეგ გვაქვს typography. ყველაფერი ერთ სივრცეშია, არ გიწევს დაკეტვა, სხვა პროგრამის გახსნა, იქიდან გამოსვლა, მერე სხვაგან შესვლა, ზუსტად DaVinci Resolve-ის მეთოდით არის ესეც გაკეთებული. აქაც აბსოლუტურად ერთი და იგივე გვაქვს edit-ი, ესეც ჩვენი After Effects-ის მსგავსი, ეს ჩვენი ფერების განყოფილება, ეს ჩვენი sound-ის განყოფილება და ეს საბოლოოდ უკვე render-ის განყოფილება. და ჰოის საოცრება მოხდა კიდევ ერთი საოცრება. როდესაც Adobe-ს subscription-ი გავაუქმე, გამოვიდა DaVinci Resolve-ზე update და დაემატა ეგრეთ წოდებული Lightroom-ის ფუნქცია, ანუ ძალიან ბევრი ვიდეო დაიდო უკვე YouTube-ზე DaVinci Resolve-ის ირგვლივ, სადაც დაემატა ფოტოს რედაქტირების ფუნქცია. ზუსტად იგივე რაღაცეების გაკეთება შეგიძლია, რისი გაკეთებაც შეგეძლო Adobe Lightroom-ში. Lightroom-ის subscription-ი თვეში არ ვიცი, ალბათ $10-ია თუ არ ვცდები, პაკეტი მთლიანად Photoshop-ი და Lightroom-ი $20-ია ყოველთვიურად, მაგრამ DaVinci Resolve-ის მუღამი ის არის, რომ არ იხდი subscriptions, ერთჯერადად ყიდულობ $300 იხდი და მთელი ცხოვრება შენია. არავინ არც გართმევს, არც update-ში იხდი ფულს და საერთოდ მთელი ცხოვრების მანძილზე უფასო გაქვს. ნებისმიერი გამოსული update და ყველაფერი. Adobe-ის შემთხვევაში იხდი თვეში $50, წელიწადში $700-800 გამოგდის. ხო, DaVinci Resolve ერთხელ ყიდულობ $300-ად. Adobe-ში წელიწადში იხდი $700, მაგრამ შენი არასდროს არაფერია. Adobe-ის მიმართ უკვე დიდი ჰეიტი დაგროვდა და ყველა უკვე გადმოდის DaVinci Resolve-ზე. ხალხს ყელში ამოვიდა, მართალიც არის, ძალიან გაღურდნენ, ძალიან გადაიჯვეს თავზე და ამიტომაც, მე DaVinci Resolve-ზე წლების მანძილზე უკვე ვზივარ, ისედაც ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა და აგერ მოხდა კიდევაც. ეხლა კი მივხვდი, რომ თურმე ყველაფრის გაკეთება შესაძლებელი იყო Affinity-ში და გაგიკვირდებათ და Acrobat Reader-საც Affinity ცვლის მთლიანად. ვინც Adobe-ზე მოშნად ხართ შემჯდარი. დაფიქრდით კიდევ ერთხელ. სანამ ერთწლიან კრუგზე წახვალთ და სანამ ჯარიმებზე წაგიყვანენ უარს თუ იტყვით cancel-ის შემთხვევაში გადმოდით DaVinci Resolve-ზე, უფასო ვერსიაც საკმაოდ კარგია,
ძალიან რაღაცა ისეთი ეფექტები უნდა დაგჭირდეს, რომ ფასიან ვერსიაზე გადახვიდე DaVinci Resolve-ის შემთხვევაში და არანაირი შეზღუდვა არ გექნებათ უფასო გააუქმეთ Premiere, გააუქმეთ After Effects-ი, დაივიწყეთ საერთოდ Adobe და დაიწყეთ DaVinci-ზე გადმოსვლა, იმიტომ რომ ლეიერული სისტემა არაერთხელ მithქვავს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. უკვე დაღუპულია საერთოდ და ყველაფერი 3D-შიც ნოდურ სისტემაზეა უკვე დიდი ხანი გადმოსული. ამიტომ სანამ დროა და სანამ შეაბერდებით ამ ჭედელა After Effects-საც და Premiere-საც, ფასიანიც და ნაყიდიც ჭედავს, იქრაშება და იკლოზება, გადადით DaVinci Resolve-ს. გააუქმეთ, იტანჯავთ თავს, იფხიკავთ ჯიბეებს უაზროდ, გადადით DaVinci Resolve-ს. Affinity-ს რა თქმა უნდა დავამუღამებ, ალბათ ერთი თუ დამჭირდება მაქსიმუმ და კონტურ მეხსიერებაში რო გადავიდეს, არ მოგატყუებ ტექსტზე მეტი, ალბათ დამჭირდება. შემდეგ ჩვეულებრივად წავა ეს ყველაფერი და ყველა იქნება კმაყოფილი. რა თქმა უნდა, ყოველ თვეში $70 აღარ მექნება გადასახდელი. კომენტარებს და უკავშირს დაველოდებით თქვენსას, გაძლევა მოგცეთ ღმერთმა.